გასაჯაროებული მიმოწერა და ღია დაპირისპირება გიორგი მარგველაშვილსა და მართველ გუნდს შორის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის ადმინისტრაციას დეზინფორმაციაში ადანაშაულებს და ქვეყნის პირველ პირს არაკოლეგიალურს უწოდებს. ვინ დაიწყო ბრძოლა ძალაუფლების გადანაწილებისთვის და რატომ აკრიტიკებენ პრეზიდენტს მინისტრები? ახალი ბრალდებები და შეფასებები დროს რეპორტაჟში. თავსვალდებულად ვთვლი, გავაკეთო განმარტება და ვთქვა ისეთი რამ, რაც არ მithქვამს აქამდე არც ერთი შეკითხვის პასუხად. ის რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აქამდე არ უთქვამს გაეროს ასამბლეის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უკავშირდება. ვინ და რატომ მიდის გაეროში? ქვეყნის პირველი დიპლომატი აქამდე უცნობი მიზეზებზე ალაპარაკდა, რამაც პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. როგორც მინისტრი ამბობს, გაეროს გენერალურ ასამბლეას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მიმოწერა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იყო გასაიდუმლოებული, რადგან უწყებამ 2014 წლის 25 თებერვალს გაეროს გენერალური მდივნისგან მიწვევა არა მარგველაშვილის, არამედ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელზე მიიღო. 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა მხოლოდ კლიმატის სამიტზე. საქართველოს მისიამ მიიღო 14 მარტს და ეს მოწვევა იყო მიხეილ სააკაშვილის სახელზე. როდესაც ჩვენ გადაუგზავნეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კლიმატის სამიტზე მარგველაშვილის სახელზე ფორმალურად მოსული მოწვევა, იქვე შევატყობინეთ, რომ გენასამბლეაზე მიემგზავრებოდა დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით და შესაბამისად იგი უნდა დასწრებოდა ყველა გვერდით მოვლენა. საგარეო უწყების მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეასთან მიმოწერის გასაჯაროებულ დოკუმენტებს თავის მხრივ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მიმოწერას უპირისპირებს მარგველაშვილის ადმინისტრაცია. წერილი, რომელსაც უწყება აქვეყნებს, ასევე 2014 წლის 25 თებერვლით თარიღდება და მასში სააკაშვილის ნაცვლად პრეზიდენტ მარგველაშვილის გვარია მითითებული, რომელიც ადმინისტრაციამ 4 თვის დაგვიანებით 11 ივნისს მიიღო. ამ წერილში არ არის მითითებული ის, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი არ მიემგზავრება და მიემგზავრება პრემიერი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიგზავნით მოწვევა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე და პრეზიდენტი მიწვეულია ნიუ-იორკში კლიმატური ცვლილებების შესახებ სამიტზე. შემდეგ ამას მოსდევს გაეროს გენერალური მდივნის წერილი, რომელიც გამოგზავნილია გიორგი მარგველაშვილის სახელზე. ეს არის დათარიღებული 25 თებერვლით. საქართველოს პრეზიდენტს მინისტრები უკვე ღიად აკრიტიკებენ. საპარლამენტო უმრავლესობა კი უთანხმოების მიზეზად კომუნიკაციის პრობლემასა და კონსტიტუციის დაუბალანსებელ ნორმებს ასახელებს. განსხვავებული პოზიცია აქვს საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. ნაციონალური მოძრაობა თვლის, რომ ქვეყანა მძიმე პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. ეს არის არა კომუნიკაციის პრობლემა, არამედ არის ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი, როდესაც პრეზიდენტი და მთავრობა ერთი და იგივე პოლიტიკური გუნდის ასე არიან დაპირისპირებული ერთმანეთთან. ყველაფერი ეხება ჩვენ ქვეყანას და ეს ყველაფერი აჩენს ძალიან სერიოზულ პრობლემებს საქართველოს მოქალაქეებისათვის. სხვადასხვა გოლშელის ურთიერთობა და კომუნიკაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს და საერთოდ ფიქრობ, უფრო მეტი პრობლემა იმაშია, რომ ამ თემის სკანდალურობის ტალღაზე შენარჩუნება გაცილებით მეტი რესურსი ხმარდება. ვინ არის დამნაშავე პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დაწყებულ დაპირისპირებაში, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეული უხერხულობა შექმნა. განმარტებებს იურისტები აკეთებენ. სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება კონსტიტუციური უფლება-მოვალეობებში არ არის გარკვეული. ძალაუფლების გადანაწილების გამო დაწყებული დავა კი სახელმწიფო ინტერესებს აზარალებს. თუ კი ვინმე ფიქრობს, რომ ეს უფლება, წარმომადგენლობითი უფლება შეიძლება შეიზღუდოს მთავრობის თანხმობით, საბოლოო ჯამში ეს დადის სადამდე, რომ პრეზიდენტს გადაადგილების უფლებაც კი შეიძლება შეეზღუდოს. ფანჯიკიძის უწყებასთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმოწერის სამსახველი დოკუმენტები გუშინ გასაჯაროვდა. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ გიორგი მარგველაშვილმა გაეროს გენერალური მდივნის მიწვევაზე თანხმობა საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე დღეში დაუდასტურა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციას 8 ივლისს საგარეო უწყებამ აცნობა, რომ გაეროში დაგეგმილ ორივე ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრებოდა. ადმინისტრაციის მტკიცებით მცდელობის მიუხედავად საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებაზე უარი განაცხადა, რის გამოც 12 სექტემბერს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აღნიშნული ვიზიტი ჩაშლილად გამოაცხადა.